პირდაპირ მაკითხვა, თქვენს ანგარიში მართლა დეტალურად წავიკითხე და დღეს მეგონა თქვენ თავად ისაუბრებდით ამაზე, იმ გამოწვევებზე, რაც თქვენს სისტემაში არის, შეუძლებელია სისტემაში არ გქონდეთ პრობლემები და ამიტომ მე მაინტერესებს პროკურორთა პასუხისგებლობის სისტემა თქვენთან, როგორ მუშაობს, ხედავთ თუ არა ეგ ხარვეზებს, მაგალითად, რომ მითხრათ კონკრეტული მაგალითები, რამდენი პროკურორის მიმართ დაიწყეთ დისციპლინური წარმოება, რამდენი გათავისუფლდა, რამდენი მიეცა პასუხისგებაში, რამდენი საჩივარი შემოვიდა პროკურორებზე მოქალაქეების მხრიდან, როგორია ამ დროს რეაგირების სისტემა. ისეთ 2022 წელს გაუქმდა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი, მოგეხსენებათ, ბატონო არჩილ, დამოუკიდებელი, განსაკუთრებული დამოუკიდებლობა იყო მისი ფორმირება როგორ ხდებოდა და მართლა მაღალი დამოუკიდებლობა ჰქონდა ამ ინსტიტუტს და მისი გაუქმების შემდეგ იყო დაპირება რომ უფრო მაგარს და უფრო დამოუკიდებელ შევქმნითო, მაგრამ შემდეგ გაიყო ნაწილად და აუდიტის სამსახურის დაქვემდებარებაშია. ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ასეთ პირობებში თვითონ სისტემაში თქვენ გქონდეთ აი ეს პასუხისგებლობის კონტროლის სისტემა გამჭვირვალე და ისე აწყობილი, რომ ჩვენ მოქალაქეებმა დავიცვათ თავი არაკეთილსინდისიერი პროკურორებისგან დამიჯერეთ ასეთები არსებობენ. როგორ გითხრათ, ეხლა წლის განმავლობაში 2025 წელს 25086 დევნა დაიწყო და წარმოიდგინეთ რამდენი განცხადება საჩივარი თუ შეტყობინება შემოვიდა. გავიგე, მესმის, მე იმის თქმა მინდა რომ შესაძლებელია კონკრეტული შემთხვევა ჩემთვის არ იყოს ცნობილი, მაგრამ ზოგადად მინდა აგიხსნათ ერთი რამ, რომ პროკურატურას, რა თქმა უნდა, თავის თანამშრომლობის ქცევის მაკონტროლებლად აქვს სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი. ეს არის გენერალური ინსპექცია, ასევე არის საზედამხედველო დეპარტამენტები, აი როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც აქვს ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების უფლება პროკურორების მიერ საქმიანობაზე, ასევე საპროკურორო ზედამხედველობის დეპარტამენტი გვაქვს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეთიკის წახალისებისა და დისციპლინური გადასტომის საბჭო, რომელიც განიხილავს პროკურორების მიერ, ესე რომ ვთქვათ, ჩადენილ გადაცდომებს. საბედნიეროდ, არც ერთ პროკურორს 2025 წლის განმავლობაში დანაშაული არ ჩაუდენი, არა, სხვაგან მივდივარ, თქვენ ესევე ბრძანეთ, მიეცათ თუ არა რომელიმე პასუხისგებაში. არც ერთ დანაშაული არ ჩაუდენია და ძალიან კარგი არის და იმედი მაქვს, რომ ესე გაგრძელდება, იმიტომ რომ არ უსურვებ პროკურორს რომელიმეს, რომ რაიმე კუთხით მსგავსი, ესე რომ ვთქვათ, პრობლემა შეექმნას. რაც შეეხება დისციპლინურ გადასტომას, 11 დისციპლინური გადასტომა იყო 2025 წლის განმავლობაში და ისაჯა პროკურორები და პროკურატურის თანამშრომლები, მათ შორის ერთი პირი იქნა დათხოვნილი. ეს არის ის სტატისტიკა, რაც თქვენ გაინტერესებდათ. რამდენი მოქალაქის აი ზუსტად ცებს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საჩივარი ბევრია ხა. ზუსტად ვერ გეტყვით, ზუსტ ცებს ვერ გეტყვით. მაგრამ ხო, ისე გიპასუხებთ შემდეგ, ნახავთ. არა, ზუსტად ვერ გეტყვით ხა ნამდვილად რა. ზუსტ ცებს.